ეკონომიკსი. სურსათის საწვავის მედიკამენტების პარალელურად მთავრობამ პესტიციდებისა და აგროქიმიური საშუალებების ფასების შესწავლა დაიწყო, როგორ იმოქმედებს ახალი თამაშის წესები პროდუქციის თვითღირებულებაზე და საბოლოოდ სურსათის ფასებზე, როგორ და რა რაოდენობით უნდა გამოვიყენოთ პესტიციდი, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიკსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. გამარჯობა, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი. გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. დიდი მადლობა, ჯერ კიდევ დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ მთავრობამ დაიწყო აღნიშნული საკითხის შესწავლა, უშუალოდ პროცესში ჩაერთო თქვენი სამინისტრო. რატომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის განხილვა? გასაგებია სურსათის საწვავი მედიკამენტები, ვიცით რომ მაღალი ფასია და პირველადი მოხმარება და ასე შემდეგ. აი, პესტიციდები რატომ მოხდა ამ ჩამონათვალში? პირველად წარმოების დროს ჩვენი ფერმერები, რომლებიც აწარმოებენ მცენარეული წარმოშობის პროდუქციას, იყენებენ პესტიციდებს, რომელიც არის მავნე ორგანიზმების დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებები და ასევე მცენარეთა გამოკვებისთვის, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით იყენებენ აგროქიმიკატებს, ანუ სასუქებს. დიდი წილი უჭირავს ფერმერების დანახარჯებში ზუსტად ამ პროდუქციას და ამიტომ მნიშვნელოვანი არის ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ეს პროდუქცია და ამ ფასის დარეგულირებაზე სამინისტროს ინიციატივით მიდის აქტიური მუშაობა და შესწავლა პირველ ეტაპზე არსებული ფასების და როგორ უნდა მოხდეს ამის დარეგულირება და მექანიზმების შემუშავება და ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში თანამშრომლობთ კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოსთან. ამ შემთხვევაში სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში წარმოადგენს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარეგისტრირებელ ორგანოს, ასევე მაკონტროლებელ ორგანოს. დღეისათვის ქვეყანაში არის დარეგისტრირებული 1000-მდე პესტიციდი, რომელიც სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში გამოიყენება ძირითად მავნებელ დაავადებების წინააღმდეგ და ასევე 1500-ზე მეტი აგროქიმიკატი, ანუ სასუქი. ეს ის საშუალებებია, რომელთა გარეშე ფერმერი ვერ მიიღებს მაღალ და ხარისხიან მოსავალს და მნიშვნელოვანია მათთვის ეს იყოს ხელმისაწვდომი და მათთვის იყოს ხელმისაწვდომი ზუსტად ხარისხიანი და ისეთი პროდუქცია, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას მცენარეების და გამოყენებული იქნება მათ მიერ ხარისხიანი პროდუქცია, რომელზეც ასევე სააგენტო ზრუნავს ამ კონტროლზე. ანუ რა განსაზღვრავს პესტიციდების მაღალ ფასს საქართველოში? ანუ მიზეზები რა არის? ეს არის იმპორტიორების ლოჯისტიკის თუ სხვადასხვა რეგულაციების საკითხი? ანუ როგორც გითხარით, ანუ ეს შესწავლა მიდის ამ და ეს ფაქტორები და ასე ვთქვათ დადგინდება, თუმცა ძირითადი ნაწილი ჩვენი არსებულ ბაზარზე არსებულ პესტიციდების, რაც თავისუფალ მიმოქცევაშია და არის შემოტანაც, გაყიდვაც არის დაშვებული ქვეყნის ტერიტორიაზე, არის ზუსტად იმპორტირებული. გარკვეულ პოზიციებს ჩვენ ვაწარმოებთ ქვეყანაში, აგროქიმიკატების მიმართულებით იგივე რუსთავის აზოტი მიერ იწარმოება სასუქი, თუმცა ეს ძირითადად მაინც ჩვენ პესტიციდების შემთხვევაში დამოკიდებული ვართ იმპორტზე სხვადასხვა ქვეყნებიდან და საკმაოდ ასე ვთქვათ კონკურენტუნარიანი არის ბაზარი და ბევრი კომპანია არის საქართველოში წარმოდგენილი, მსოფლიო ბრენდები და ასევე ჯენერიკი ქვეყნები, ჯენერიკი პროდუქცია, რომელიც წარმოებულია სხვა ქვეყნებში, თუმცა მათი ხარისხი, ასე ვთქვათ, მუდმივად კონტროლდება ქვეყანაში და ჩვენ სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად იმ ყველა სპეციალიზირებულ სარეალიზაციო ობიექტებს, რომელთა აღიარებასაც ახდენს სურსათის ეროვნული სააგენტო, აკონტროლებს და მიმდინარე წელს ჩვენ მინიმუმ 2-ჯერ ჩვენი ინსპექტორი შევა ამ ობიექტში ინსპექტირებაზე და ასევე თვითონ პრეპარატების ხარისხის მონიტორინგის მიზნით აღებული იქნება 500-მდე ნიმუში და მათი გამოკვლევა მოხდება აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება თავად თვითღირებულებაში, ანუ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ამ შემთხვევაში საუბარი, რა წილი უჭირავს პესტიციდებს? ანუ რატო გეკითხებით, თუ მაგალითად ავიღებთ 100%, თუ პესტიციდების გაიაფება მოხდება, ამ შემთხვევაში რამდენით შეიძლება დაიწიოს ფასმა? მნიშვნელოვანი არის და ზუსტად ეს არის დიდი წილი უჭირავს ეს
დამოკიდებულია თვითონ სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე სხვადასხვა ხარჯვის ნორმებით გამოიყენება პრეპარატები, სხვადასხვა ჯერადობით, ასევე აგროქიმიკატებით, სხვადასხვა ხარჯვის ნორმებით. ეს შეიძლება მერყეობდეს 10-დან 20%-მდე. ეს დანახარჯები საკმაოდ დიდი დანახარჯია და რომელიც რა თქმა უნდა მოქმედებს პროდუქციის თვითღირებულებაზე და ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ფერმერს იყოს ხელმისაწვდომი ეს ხარისხიანი და შესაბამისი ფასის, ადეკვატური ფასის მქონე პროდუქცია და მათ ამ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც მათ უნდა დანერგონ და ჩვენ ასე თქვა სამოქმედო გეგმაზე მე შემდგომ ვისაუბრებ და მათ შესაბამისი ცოდნა გქონდეთ, გაზარდონ საჰექტარო მოსავლიანობა და ეს რა თქმა უნდა ჩვენს პროდუქციას, რაც იწარმოება ქვეყანაში, გახდის კონკურენტუნარიანს, რადგან ჩვენ უნდა მივუახლოვდეთ იმ მაჩვენებლებს, რაც აქვთ იგივე მეზობელ ქვეყნებში, წამყვან ქვეყნებში და ძალიან მნიშვნელოვანია საჰექტარო. ანუ ევროკავშირში როგორ რეგულირდება ეს პროცესი? რამდენად არის განსაზღვრავს ამ ფასების წარმოებაში, ფასის წარმოქმნაში სახელმწიფო ერევა თუ არა? მიმდინარეობს ახლა როგორც გითხარით ეს მიდის შესწავლის პროცესია და საუკეთესო მოდელს ევროპული ქვეყნის ასე ვთქვათ ვეძებთ და რომელიც იქნება ჩვენს პირობებთან მორგებული, რომ ეს არ იყოს მტკივნეული იგივე როგორც ფერმერისთვის, ასევე იმ ბიზნესისთვის და ამაზე როგორც გითხარით, მიმდინარეობს მუშაობა და კონკრეტულ შედეგებზე უკვე საზოგადოებას წინასწარ ეცნობება, რა თქმა უნდა. აქ გამოწვევად არა მარტო ფასი დასახელდა, ასევე დასახელდა ჭარბი მოხმარება და გარკვეულწილად ითქვა ისიც, რომ ანუ ფერმერების უბრალოდ გარკვეული ასოციაციების მხრიდან ასეთი მოსაზრება, რომ პესტიციდების ჭარბ გამოყენებას სახელმწიფო სუბსიდიის პროგრამები ახალისებს. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? მაგალითად ეს თქვა ელკანას დირექტორმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში. მნიშვნელოვანია თითოეული პრეპარატი გამოყენებული იყოს იმ ხარჯვის ნორმების და იმ რეგლამენტის მკაცრი დაცვით, რაც აქვს დადგენილი და ჩვენ არ უნდა გადავაჭარბოთ იგივე თითოეულ პრეპარატს ეს სახელმწიფო კატალოგში განსაზღვრული აქვს საჰექტარო ხარჯვის ნორმა თუ რამდენი უნდა შევიტანოთ 1 ჰექტარზე, ასევე რამდენჯერ შეიძლება გამოყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურის, ანუ დამუშავება რამდენჯერ წამლობა რამდენჯერ უნდა ჩავატაროთ, ეს განსაზღვრულია თითოეული პრეპარატის მიხედვით და მნიშვნელოვანია რომ ეს რეგლამენტები დაიცვას ფერმერმა და არ გამოიყენოს მეტი რაოდენობით, რომელიც სხვადასხვა უარყოფითი მოქმედება აქვს. ნამდვილად ზუსტად და ჩვენ აქტიურად მუშაობთ იგივე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ეს აქტიური მუშაობა გამოიხატება იმით, რომ შემუშავებულია უკვე დამტკიცებული გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ სამოქმედო გეგმა პესტიციდების გრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და იქ არის კონკრეტული აქტივობები, სადაც დიდი წილი უჭირავს ზუსტად ამ პესტიციდების გამოყენების შესახებ, იმ მეთოდების, უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ ფერმერებისთვის მუდმივად ცნობიერების ამაღლებას, რომ მათ სწორად და ეფექტიანად შეძლონ ღონისძიებების ჩატარება და მათ მიერ ასე ვთქვათ გამოყენებული პროდუქცია იყოს ასევე ხარისხიანი და გქონდეთ მათ მაქსიმალური ეფექტი. ანუ ეს გეგმა მოიცავს ასევე მომხმარებლების დაყოფას პროფესიონალებად და არაპროფესიონალებად, პროფესიონალი ანუ ეს განსაზღვრული იქნება და ეს ყველა წამყვან ევროპულ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ესეა, თუ ფერმერს არ აქვს შესაბამისი ცოდნა, შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ის ვერ შეიძენს პესტიციდს პროფესიონალური მოხმარებისთვის. ამიტომ ეს უკვე სასწავლო პროგრამა შემუშავებულია და ეს პროფესიონალი მოხმარებლები დაექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას და ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ექნებათ შესაბამისი ცოდნა პრეპარატების უსაფრთხო გამოყენების შესახებ, მათი ხარჯვის ნორმების, ყველა ის წესი, ძირითადი წესი, რაც მათ უნდა იცოდნენ და საქმე აღარ გვექნება, რა თქმა უნდა, შემდეგ იმ დამატებით ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. ეს რა თქმა უნდა გათვალისწინებული არის ამ გეგმით და იქ რა თქმა უნდა ბიუჯეტიც არის ამისთვის გათვალისწინებული და ესეთი ფერმერების არსებობა, რა თქმა უნდა, გაზრდის ქვეყანაში მოსავლიანობას, ხარისხს და ფერმერების მიერ გატარებული ღონისძიება იქნება, რა თქმა უნდა, ეფექტიანი. ასევე ამ გეგმით გათვალისწინებულია თვითონ შემასხურებელი ტექნიკის აღრიცხვა, ასევე მათი გამართულად მუშაობისთვის დაკალიბრება და სერტიფიცირება ამ ტექნიკის, რადგან
მცენარეთა დაცვითი ღონისძიებების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტად ტექნიკის, შემასხურებელი ტექნიკის გამართულად მუშაობას და ესეც გათვალისწინებულია ამ სამოქმედო გეგმაში. ასევე წახალისებული იქნება მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ქიმიური მეთოდებით ბრძოლას მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ, ასევე სხვა ბიოლოგიური, აგროტექნიკური, ფიზიკური და სხვა ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოში და რა თქმა უნდა ჩვენთანაც ამაზე მიდის მუშაობა და აქტიურად იქნებიან ჩართულები ჩვენი ფერმერები ეგრეთ წოდებული IPM-ის, ანუ მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის საკითხებში. ანუ ყველაზე მთავარი სიახლე ამ ის ახალი თამაშის წესები, რასაც გარკვეულწილად ისაუბრეთ, რა იქნება, ანუ ის რაც არ ყოფილა. ამაზე რასაც თქვენ საუბრობთ, ახლა მეტნაკლებად ალბათ მიდიოდა მუშაობა, მაგრამ იგივე რეესტრის შექმნა, ხო, როგორც მივხვდი? კი, იგივე ახლა ეს სიახლეებია, მუშაობა მიდიოდა, თუმცა მინისტრის ინიციატივით ბევრმა აქტივობამ ამ გეგმაში რაც იყო გათვალისწინებული, აქეთ გადმოიწია და ძირითადი აქტივობები განხორციელდება 28 წლამდე პერიოდში, მიმდინარე წელია ძალიან აქტიური, ასევე 2027 წელი. შესწავლის პარალელურად დაიწყება ამ რეგულაციების განხორციელება. ზუსტად იგივე ეს ობიექტები რაც არის თითოეული სარეალიზაციო ობიექტი ახალი წესები მტკიცდება მათი ფუნქციონირების და სააგენტო აწესებს, ასე ვთქვათ, ამ წესებს და აღიარებას ახდენს შესაბამისი წესის დაცვით სააგენტო, ასევე რეესტრის შედგენა, რომელიც ნიშნავს, რომ იქ პროფესიონალი მომხმარებლები იქნებიან და ამ პროფესიონალ მომხმარებლებს შეიძლება მხოლოდ მომხმარებლები უფრო მარტივად რო განმარტო, ანუ ფერმერი, რომელიც ფლობს დაუშვათ რამდენ ჰექტარ მიწის ფართობს და მოყავს რა ტიპის მოსავალი, ეს იქნება თუ არა გათვლილი? კი, აქ თვითონ დამოკიდებული ახლა კულტურაზე შეიძლება სათბური ჰქონდეს და ის გამოიყენებდეს დიდი რაოდენობით პესტიციდს და აწარმოებდეს საკმაოდ დიდ მოსავალს ტონებზე იყოს საუბარი, თუმცა პატარა ფართობით შეიძლება ქონდეს ანუ ამით არ იქნება ეს დარეგულირებული, ვისთვისაც იქნება საჭირო მოკეთ იმ პრეპარატების იმ სასუქების გამოყენება თავიანთი, ასე ვთქვათ, თავიანთ ფართობებში, ასევე ის ფერმერები, რომლებიც პროდუქციის შემდგომ რეალიზაციას და ექსპორტს მოახდენენ ქვეყნის გარეთ, ანუ მათთვის იქნება, მათ არ ექნებათ დაუშვათ არაპროფესიონალი თუ იქნება ამ შემთხვევაში, არ ექნებათ წვდომა ყველა ტიპის პრეპარატებზე. ანუ მათი მთავარი ბენეფიტი ამ რეჟიმში გაწევრიანებისთვის იქნება წვდომა უფრო იაფ ხარისხიან თუ როგორ თუ ამას ან პირველი ანუ მათ რაც იქნება სარგებელი მათთვის ეს არის რომ მათ ექნება შესაბამისი ცოდნა და შესაბამისი წესით იქნებიან სერტიფიცირებულები, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ და სწორი ღონისძიება ჩაატარონ. ასევე პროფესიონალი მომხმარებლებისთვის ეს გაცემული სერტიფიკატი ხა ევროპის ქვეყნებში ეს 3 წლიანი ზოგან 5 წლის ვადით გაიცემა და შემდეგ თავიდან უნდა მოხდეს ამის ასე ვთქვათ გავლა სასწავლო კურსის და სერტიფიცირება და მათ შეეძლებათ ყველა ტიპის ასე ვთქვათ პროდუქციის შეძენა რაც პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებში არის განთავსებული. ვინც არ იქნება დარეგისტრირებული მას არ შეეძლება. მათთვის ანუ დაყოფილი იქნება პროდუქცია სარეალიზაციო ობიექტში და ვისაც არ აქვს დაუშვათ ეს პროფესიონალი მომხმარებლის სერტიფიკატი, მათთვის იქნება განსაზღვრული ბიოლოგიური პრეპარატები, შეიძენენ, ასე ვთქვათ, შეუზღუდავად, ასევე მცირე დაფასოების მქონე პრეპარატები, ანუ ეს გამოცდილება, ანუ ჩვენ არ ვიგონებთ ამას თავიდან, ეს ევროპაში დიდი ხანია მუშაობს და ჩვენ ვიზიარებთ მათ გამოცდილებებს და აქტიური თანამშრომლობა გვაქვს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, იგივე ჩეხეთის რესპუბლიკასთან და იქაურ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან და ზუსტად მათი რეკომენდაციებით მოხდა ამ გეგმის და თითოეული აქტივობის შემუშავება ჩვენს ქვეყანაში. და ანუ მოყვარულებს შეეძლებათ ანუ ეს წვრილი დაფასოების მქონე პრეპარატების შესყიდვა, ასევე ბიოპრეპარატების შესყიდვა. ანუ ეს არ იქნება, როგორც მივხვდი, სავალდებულო, ეს იქნება მათი სურვილის შესაბამისად, თუმცა ბევრი სარგებლით. ხო, აი ამით მოხდება დაინტერესება ამ ფერმერების, რომ ამ რეჟიმში გაწევრიანდნენ და მიიღონ ეს დამატებითი სარგებელი სახელმწიფოსგან. რა თქმა უნდა, და ეს იქნება სარგებელი მათთვის და უბრალოდ თუ არ იქნება და არ ექნება ამ ფერმერს ეს ასე ვთქვათ პროფესიონალი მომხმარებლის სტატუსი, იგი ვერ შეიძენს პრეპარატებს, იგი ვერ შეიძენს იმ აგროქიმიკატებს, რომელიც აუცილებელია
პირველადი წარმოების დროს გამოიყენება. ანუ გეგმით როგორ არის გაწერილი წელს შეიძლება უკვე წელს ხა ამ სასწავლო პროგრამის უკვე ფინალურ ვერსიაზე მიდის მუშაობა და შემდეგ უკვე 2027-დან იგეგმება უკვე ამის ამოქმედება პირველ ეტაპზე დაახლოებით 5000-მდე პროფესიონალი მოხმარებლის სერტიფიცირება გვაქვს დაგეგმილი და შემდგომ წლებში ეს რა თქმა უნდა გაიზრდება. და პარალელურად წლის ბოლომდე შეიძლება რომ ამ კომისიამ დაასრულოს მუშაობა იგივე ფასებთან დაკავშირებით და დადგინდეს რეალური მიზეზები თუ რატომ არის აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და ეს უახლოეს პერიოდში იქნება რა თქმა უნდა წლის ბოლომდე უფრო ადრე პერიოდში და საზოგადოებას ამას დაკავშირებით ეცნობება. რაც შეეხება თავად ფერმერთა პოზიციას თქვენ ალბათ გექნებოდათ შეხვედრა ხო და მათ აი ძირითადად რა ტიპის პრეტენზიები აქვთ ის რომ დავუშვათ ფასი არის მაღალი ის რომ ხარისხის კონტროლი არ არის ან ტექნიკური მხარდაჭერა ჭირდება. ანუ რა ეს გეგმა რომელიც თქვენ შეიმუშავეთ რაც ახლა ვისაუბრეთ რის საფუძველზე ანუ რა დაედო ამას დედლაინად ანუ რის საფუძველზე შეიქმნა. კი საფუძველი ჩვენ ეს საკანონმდებლო ინიციატივები რაც არის ძირითადად ჩვენ მოგეხსენებათ რომ ამ აპროქსიმაციის გეგმის ფარგლებში არაერთი ნორმატიული აქტი გვაქვს მიღებული და მხოლოდ მცენარეთა დაცვის მიმართულებით 80-ზე მეტი ნორმატიული აქტი და ეს ზუსტად ამ პესტიციდების მდგრად გამოყენებას ამ დადგენილებას საფუძვლად უდევს ევრორეგულაცია 1107 და ზუსტად ამ რეგულაციის შესაბამისად ხდება ასე ვთქვათ ამ გეგმის განხორციელება. რაც შეეხება თვითონ ფერმერების მხრიდან ინფორმაციას და რას ჭივიან, ანუ რა არის მათი საჭიროება, პირველი რა თქმა უნდა შესაბამისი ცოდნა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მათთვის, როდის გაატარონ ღონისძიებები, რომელი მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ, რომელი პრეპარატები რა ხარჯვის ნორმებით გამოიყენონ და ასევე ისინი აღნიშნავენ პესტიციდების მაღალ ფასებს. ზოგ შემთხვევაში ხარისხზედაც აქვს პრეტენზია, თუმცა ხარისხის კონტროლის კუთხით სააგენტო აქტიურ ღონისძიებებს ატარებს და აქ ძალიან მნიშვნელოვანია შეიძლება საათებსაც მნიშვნელობა ქონდეს ღონისძიებების გატარების დროს, რათა ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურები ვიყოთ იგივე მავნე ორგანიზმების გავრცელების დროს თუ ჩვენ დავაგვიანეთ და არ ჩავატარეთ დროულად ღონისძიება, როგორი პრეპარატიც არ უნდა შევიტანოთ, ჩვენ ეფექტურები ვერ ვიქნებით. ასევე არსებობს დაავადებები იგივე ვაზის შემთხვევაში, თესლოვანი, კურკოვანი, ხეხილის კენკროვანი, თხილის შემთხვევაში. იქ შემთხვევაში ამ პესტიციდების გამოყენება. დიახ, აუცილებელია ის სამწუხაროდ იმ ფონზე მსოფლიოში, როდესაც არის ეს გლობალური დათბობა, ესეთი ვაჭრობა და ეს მოძრაობს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა საჰაერო, სახმელეთო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტი ამას ახლავს თან ახალი მავნე ორგანიზმების გავრცელება ახალ ტერიტორიებზე და სამწუხაროდ იმ ღონისძიებების გარეშე, რომელიც გულისხმობს მცენარეთა დაცვის ღონისძიებებს, ჩვენ უბრალოდ მოსავალს ვერ მივიღებთ. და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს ღონისძიებები გავატაროთ და აქ ზუსტად დიდი ადგილი უჭირავს ამ პესტიციდების გამოყენებას, აგროქიმიკატების გამოყენებას და მნიშვნელოვანია სწორად იქნას ეს პროდუქცია გამოყენებული და ზუსტად ეს ამოქმედო გეგმა ამას ემსახურება რომ ფერმერებმა პირველ რიგში გამოიყენონ ხარისხიანი პროდუქცია შესაბამისი ხარჯვის ნორმების დაცვით და სწორად ჩაატარონ ყველა ღონისძიება და ეს რა თქმა უნდა პირდაპირ არის დამოკიდებული უკვე შემდგომში მოსავლიანობის გაზრდასთან და თითოეული მოწეული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებასთან. გარდა ამისა, ორი მთავარი რისკ ფაქტორი ადამიანის ჯანმრთელობა და ეკოლოგია. ანუ აი ამ საკითხის რეგულირება როგორ ხდება ამ გეგმის მიხედვით და ვინ არის პასუხისმგებელი, რომ ფერმერმა დაუშვათ რა რაოდენობით პესტიციდი გამოიყენა და რამდენად არის თორე საშიში ესა თუ ის პროდუქცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ძალიან დიდი წილი უჭირავს ზუსტად პესტიციდების უსაფრთხო გამოყენებას და იმ რეგლამენტების დაცვით, რომელზეც ვისაუბრე, იგივე ხარჯვის ნორმები, გამოყენების ჯერადობა, ლოდინის პერიოდის დაცვას აქ ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომელიც ნიშნავს ბოლო შეწამვლიდან მოსავლის აღებამდე პერიოდს და ჩვენ რო ჩავატარებთ ღონისძიებას, თითოეულ პრეპარატს აქვს ეს დადგენილი და არ უნდა დავარღვიოთ ეს პერიოდი, მაგალითად მე თუ დღეს
ჩავატარე წამლობა პესტიციდებით და პრეპარატს აქვს ლოდინის პერიოდი 20 დღე, მე ერთ კვირაში ან ორ კვირაში მოსავალი არ უნდა ავიღო, ეს დაუშვებელია და ამისთვის სპეციალურად მოხდება რა თქმა უნდა პირველადი წარმოების კონტროლი, ფორმებია სპეციალური შემუშავებული მთავრობის დადგენილების შესაბამისად და ფერმერები იქნებიან ვალდებულები აწარმოონ ჩანაწერები. თუ როდის გამოიყენეს რა პრეპარატები გამოიყენეს და ასე შემდეგ. ფერმერები, რომლებიც ამ რეესში იქნებიან რეგისტრირებულები. დიახ და ასევე სხვა ფერმერებიც, რომელსაც ჩვენ მოგეხსენებათ საქართველოს, ასე ვთქვათ, მცირემიწიანი ქვეყანაა, თუმცა ჩვენი მიწის ფონდი, ასე ვთქვათ, დაყოფილია მცირე ნაწილებად და ბევრი ფერმერი ყავს, ეს ერთგვარი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა პრიორიტეტია რომ პირველადი წარმოების კონტროლი მოხდეს და ასევე მათი მხრიდან პესტიციდების გამოყენების დროს დაცული იყოს ის წესები, რათა თავიდან იყოს აცილებული ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედება და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. იგივე ღონისძიებების დროს მნიშვნელოვანია ფერმერმა გამოიყენოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სათვალე, დამცავი სათვალე, ნიღაბი, რესპირატორი, ხელთათმანები, სპეციალური ტანსაცმლით უნდა მოხდეს ამ ღონისძიებების ჩატარება, რათა თავიდან იყოს აცილებული ორგანიზმში მოხვედრა ადამიანის ორგანიზმში ამ ქიმიკატების და ასევე ღონისძიებების ჩატარების დროსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არ უნდა იყოს ქარი, პირობითად არ უნდა აჭარბებდეს 4 მეტრ წამს, ასევე წვიმიან ამინდ არ უნდა მოხდეს ღონისძიების ჩატარება და ბევრი ნიუანსია, რომელიც ამ სასწავლო პროგრამაში იქნება გათვალისწინებული და ფერმერებს რა თქმა უნდა ამაზე მიეწოდებათ ინფორმაცია. თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოში რეგისტრირებულია 500-მდე პესტიციდი, ხო, სახეობის თუ 1000-მდე. ნახეთ როგორ არის, აქ პესტიციდი რეგისტრირდება და სააგენტო ახდენს ამის რეგისტრაცია, თვითონ პრეპარატი 1000-მდეა რეგისტრირებული, თუმცა მოქმედი ნივთიერება არის 300-ზე ცოტა მეტია, 310. რომელიც ამ 1000-მდე პრეპარატია. და კი, სხვა შეიძლება იყოს ანალოგი პირობითად ერთი მოქმედი ნივთიერება ანალოგიურად სხვადასხვა პრეპარატებში შედიოდეს. რატო გეკითხებით, იცი, არსებობს თუ არა საქართველოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, იგივე დავუშვათ მაღაზიები, რამდენად პროფესიონალი კადრებით არიან, დავუშვათ დასაქმებული არიან თუ არა იქ პროფესიონალი კადრები, ეს დამოკიდებულია იმაზე, მაგალითად მე რომელმაც არ მაქვს დავუშვათ განათლება ამ სფეროში, როდესაც მივდივარ და ვეკითხები ეს მინდა, რამდენად მაქვს იმის გარანტია, რომ იმას მივიღებ, რაც მჭირდება პირობითად დავუშვათ ჩემი მოსავლისთვის. ეს კერძო სექტორმა წლების განმავლობაში განავითარა ეს მიმართულება, ეს ბიზნესი და ქვეყანაში წარმოდგენილია სოფლიო კომპანიები, სოფლიო ბრენდები, რომლებიც იგივე ევროპის ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა წამყვან ქვეყნებს ამარაგებენ და იქ არიან წარმოდგენილები და ჩვენთან შექმნილი აქვთ მათ სპეციალური ინფრასტრუქტურა, შესაბამისი სასაწყობე მეურნეობები, შესაბამისი მაღაზიები, რომელთა მოწყობა, ასე ვთქვათ, უნდა ექვემდებარებოდეს შესაბამის წესს და ეს სააგენტო ახდენს ამ აღიარებას. დღის მონაცემებით 600-მდე ობიექტი არის აღიარებული ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც აქვთ უფლება პესტიციდებით და აგროქიმიკატებით რეალიზაცია მოახდინონ, თუ არ აქვთ აღიარება ეს კანონმდებლობით იგზალება და მათ არ აქვს უფლება. რა თქმა უნდა და ანუ აქ არის დადგენილი წესები თუ რა ნორმები უნდა იყოს დაცული ამ სასაწყობე მეურნეობებში, მაღაზიებში და რა თქმა უნდა ამ სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანია საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება ფერმერებზე, რომ შეიძლება ფერმერს და არც არის ვალდებული ჰქონდეს აგრონომიული განათლება და სწორი გადაწყვეტილება მან მიიღოს თავის შეხედულების ამებრ, ამიტომ მნიშვნელოვანია იგივე საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება, როგორც სახელმწიფო ცენტრების, ეს არის ექსტენციის სამსახურების სოფლის განვითარების აგენტოში დაქვემდებარებული, რომელიც ყველა რეგიონში არის წარმოდგენილი და ყველა მუნიციპალიტეტში, ასევე თვითონ კომპანიებსაც ყავთ ეს აგრონომები, პროფესიონალები, რომლებიც ფერმერებს ანუ სად ურჩევენ. უნდა იკითხოს ფერმერმა იმის შესახებ და მიიღოს ზუსტი ინფორმაცია ამა თუ იმ პრეპარატის შესახებ, ამას გულისხმობ, ხო? კი, რა თქმა უნდა, თვითონ პრეპარატის შესახებ და ასევე რა ღონისძიებები გაატაროს, რომელი მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ, რა დროს და ასე შემდეგ. ანუ ბევრი ნიუანსი არის, რომლის დაცვასაც და რომლის გათვალისწინებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
როგორც გითხარით, შეიძლება რამოდენიმე საათმაც კი გადაწყვიტოს ღონისძიებების ეფექტურობა და იგივე დაავადებების წინააღმდეგ თუ მე პრევენციულად არ ჩავატარე ღონისძიება და თუ იქ უკვე გავრცელდა სოკოვანი დაავადება, უკვე შემდგომ ღონისძიების ჩატარებას არ აქვს. მაგალითი რომ მოიყვანოთ ძალიან მარტივი. მაგალითად ვაზის ჭრაკი, ესეთი ყველაზე გავრცელებული დაავადება არის და ვაზის თვითონ ფოთლების ასევე ნაყოფის განადგურება შეუძლია შეიძლება 100%-ით გაანადგუროს თუ მე პრევენციულად არ ჩავატარე ღონისძიება და ამ სოკოვანი ორგანიზმისთვის შეიქმნა შესაბამისი პირობები და ეს პირობები არის ტემპერატურა, ეს არის მაღალი ტენიანობა და ამ დროს უკვე მრავლდება აქტიურად და მცენარის ინფიცირება ხდება და თუ მე წინასწარ პრევენციულად არ ჩავატარე ღონისძიება, უკვე მცენარეში შესული ეს დაავადების გამომწვევი ძალიან დიდ პრობლემებს შექმნის და მე შეიძლება ვეღარ გადავარჩინო ჩემი მოსავალი. ამიტომ ამ მიზნით იგივე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აგრომეტეოსადგურების გამოყენებას და სოფლის განვითარების სააგენტო ამ მიმართულებით მუშაობს კონკრეტულ ადგილზე წინასწარ იმ კლიმატური პირობების გათვალისწინებით იმ იგივე ტემპერატურული რეჟიმი, ტენიანობა ნიადაგის ტემპერატურა და ასე შემდეგ, ანუ წინასწარ განისაზღვრება, როდის არის ამა თუ იმ დაავადების გავრცელების მაღალი რისკი და უკვე ჩვენ წინასწარ უნდა ჩავატაროთ ღონისძიება და დაცული არის ამ შემთხვევაში ჩვენი მოსავალი. ასევე მავნებლების წინააღმდეგ ღონისძიებების შემთხვევაში მნიშვნელოვანია იგივე ფერომონიანი დამჭერების გამოყენება, რასაც ჩვენ აზიური ფაროსანას პროგრამაში ვიყენებთ. ეს იზიდავს მავნებელს და ჩვენ კონკრეტულ ადგილზე სასოფლო-სამეურნეო კულტურის მიხედვით საზღვრავთ მავნებლის ასე ვთქვათ გავრცელების, გამრავლების და მათ მიერ მცენარის დაზიანების მაღალი რისკი როდესაც არის და იმ დროს ვატარებთ ღონისძიებას. იმ დროს როდესაც არ არის მავნებელი, ღონისძიების გატარებას აზრი არ აქვს. ასევე დაავადებების შემთხვევაში, როდესაც არ არის ვაზის ჭრაკის, ნაცრის, კიდევ ვაშლის ქეცის და ასე შემდეგ დაავადებების გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, ფერმერმა არ უნდა ჩაატაროს ღონისძიება და ეს გულისხმობს, რომ ამ სწორად მიდგომის ერთი და იგივეა თუ ახალ-ახალი ემატება, ახალ-ახალი გამოწვევები? გამოწვევები, ანუ ძირითადი საბაზისო, ასე ვთქვათ, მავნებელ დაავადებები წლებია უკვე არის საქართველოში, თუმცა ბოლო წლებში კიდევ ახალი მავნე ორგანიზმების გამოვლენაც მოხდა სამწუხაროდ. და ეს კითხვა გამიჩნდა ახლა, ანუ როდესაც პესტიციდებს იყენებენ, გასაგებია რაც დაავადებებთან არის დაკავშირებული და ასევე საუბარია იმაზე, რომ მოსავალის რაოდენობა გაიზარდოს და რატომ არის უფრო მეტად ძვირი, მაგალითად ბიომეურნეობებში მოწეული მოსავალი, სადაც არ იყენებენ არანაირ პესტიციდს და იქ იღებენ მოსავალს. ის გაცილებით ძვირია, ვიდრე დავუშვათ პესტიციდებისგან მიღებული. მიღებული პრაქტიკა სოფლიოში ესეა წარმოება და ბიოლოგიურად ასე ვთქვათ სუფთა და ორგანული პროდუქცია მეტად ძვირი ღირს, რადგან თვითონ ესეთი საშუალებებიც ძვირია, ასე ვთქვათ, თუმცა ამ ღონისძიებების გატარების გარეშე ჩვენ იქაც ვერ მივიღებთ მოსავალს, ანუ იქაც იყენებენ, არის ქვეყანაში განსაზღვრული იმ პრეპარატების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენება არის დაშვებული ბიოლოგიურ მეურნეობაში. ალბათ ის გაცილებით ძვირია და კი, ძვირია, ასევე აქვს სხვადასხვა ანუ ქიმიურ პრეპარატთან შედარებით შეიძლება არ ქონდეს ისეთი ეფექტი, ღონისძიებების მეტად ჩატარება, ანუ მეტჯერ ჩატარება მოგიწიოს და ეს საბოლოო ჯამში აისახოს საჰექტარო დაბალმოსავლიანობაზე და ამ დროს თვითღირებულება თვითონ პროდუქციის უფრო მეტი არის და ეს მიღებული პრაქტიკაა, რომ ბიოპროდუქცია უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივად კლასიკური გზით მიღებული მოსავალი. ანუ აქამდე რომ მეგონა რომ ბიომეურნეობაში საერთოდ არ იყენებდნენ პესტიციდს, მაგრამ ანუ აქ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ იმ პრეპარატებს, რომელიც არის დაშვებული ბიომეურნეობაში, ეს შეიძლება იყოს ბაქტერიული პრეპარატი, არა, ეს ძირითადად ბიოლოგიური საშუალებები არის. ანუ ბიოპესტიციდი არსებობს, ასე ვთქვათ, ბიოსასუქები და გარკვეული ქიმიური პრეპარატების ჩამონათვალი, რომელიც ძალიან შეზღუდული არის, ის დაშვებულია იგივე სპილენჩემცველი პრეპარატები, შეიძლება გამოყენებული იყოს ბიომეურნეობაში და გარკვეული ტიპის გოგირდის შემცველი პრეპარატები.
გასაგებია და ეხლა რომ შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა უკვე პრინციპში დროც გვეწურება კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ მთავარი სიახლე რომელიც ელოდება ფერმერებს რა უნდა იცოდნენ მათ და რაც მთავარია ამ ფასებთან დაკავშირებით რამდენად გააქვთ მოლოდინი რომ ამ შემოწმებამ და მიზეზების დადგენამ ეს პრობლემა მეტნაკლებად მოაგვაროს და ფასი დაიწიოს იგივე აპირებთ თუ არა იმპორტიორებთან შეხვედრას ამ კუთხით კი რა თქმა უნდა მათ გარეშე და იმპორტიორებთან კომუნიკაციის ასევე ფერმერებთან კომუნიკაციის გარეშე ეს არ იქნება არ მოხდება და ფერმერებს ამასთან დაკავშირებით წინასწარ ეცნობებათ როგორც გითხარით აქტიური მუშაობა მიდის და მუშაობის პროცესში ვართ ეხლა და წინასწარ რაიმეს თქმა ან როგორ უნდა შეიზღუდოს ან რა მექანიზმები იქნება არ შეგვიძლია თუმცა როდესაც სამოქმედო გეგმა მუშაობს რა თქმა უნდა და ფერმერებისთვის ყველა იმ სიახლის შესახებ რომელიც არის გათვალისწინებული რა თქმა უნდა მათ ინფორმაცია მიეწოდებათ წინასწარ ამასთან დაკავშირებით და ასევე თვითონ იმპორტიორებს ამ პესტიციდების იმპორტით რეალიზაციით დაკავებულ ბიზნეს ოპერატორებს რა თქმა უნდა მათთან აქტიურად თანამშრომლობით მათთვის ინფორმაციის მიწოდებით მოხდება გადაწყვეტილებების მიღება. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. შეგახსენებთ რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. მადლობა.